ის პოლიტიკა. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, რადიო სივრცის ეთერშია შუადღის პოლიტიკა. FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი. დღეს ხუთშაბათია, 12 ივნისი და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, რომელიც ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტს და მის საქმიანობებს. როგორც ხედავთ, შეკრების დღიდან ძალიან ინტენსიურად ვითარდება კანონშემოქმედებითი პროცესი და განსაკუთრებით აი ბოლო დღეებშიც უკვე თანათანობით მიღებული კანონები იწყებს ამოქმედებას და შესაბამისად მეტია უკვე ეს ყურადღება ამ ინსტიტუციის მიმართ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი დავით ქართველიშვილი, ხალხის ძალის წევრი და წარმომადგენელი, რომელთანაც ძალიან ბევრ უაღრესად საინტერესო საკითხზე ვილაპარაკებთ, სანამ დაუბრუნდებით ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებს, მანამდე დავიწყებთ უფრო გლობალური სფეროდან და ესეთი თემატიკიდან. მით უმეტეს, რომ გუშინ ოთხშაბათი იყო, ჩვენ გვაქვს გადაცემა ეპშტეინის კუნძული, სადაც განვიხილავთ კონსპიროლოგიებს და ამიტომ აი ამის რაღაცა ინერციით მაინც დაუბრუნდები ამერიკის თემას, მით უმეტეს, რომ ბატონმა დავითმა ბოლოს რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ფრიად ვრცელი წერილი, რომელიც პრაქტიკულად იყო იმავე ჟანრში და იგივე მიმდინარეობაში, რასაც ასევე ჩვენი რადიოს ერთ-ერთი ავტორი ზაზა შათირიშვილი ხშირად წერს ხოლმე და ეს იყო რაღაცა გამოხმაურება და გაგრძელება. ძირითადად ინსპირაცია და ესე ვთქვათ, სტიმული მიღებული იყო ბოლოს განვითარებული მოვლენებისგან, რასაც ზუსტად გუშინ ამ ეპშტეინის კუნძულზე ვილაპარაკეთ, რომლის ნახვაც შეგიძლიათ YouTube-ის გვერდზე, Facebook-ის გვერდზე, ჩანაწერის და მოსმენა, ისევე როგორც ყველა ჩვენი გადაცემის, რომელიც ნახეთ, გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ და სწორედ იქ ვლაპარაკობდით აი ამ დაპირისპირებაზე, რაც წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს ჩვენ გვაქვს სხვა ტიპის დაპირისპირება, რომელიც რაღაც მოყვა საემიგრაციო კამპანიას, მაგრამ გუშინვე გამოთქვით აზრი, რომ ეს წარმოადგენდა თითქოს და უბრალოდ ეს ვერაფერს მტკიცებას ვერ დავიწყოთ, მაგრამ რეალურად რაღაც რეაქციას იმ პროცესის მიმართ, რაც მანამდე შეიქმნა. 5 ივნისი იყო ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ჩვენი ელჩი დანიშნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი ელჩი აქ გადადგა და მოხდა ამავე დროს ამერიკაში სერიოზული განხეთქილება დონალდ ტრამპსა და ელონ მასკს შორის. სხვათა შორის უკვე გუშინა დღეს დილით პირდაპირ დაწერა ელონ მასკმა, რომ იცი მე გადავამლაშე. მე გადავაჭარბე, ღრმად შევტოპე და რაღაცები არ უნდა მექნა. ჩემი აზრით ეს უკავშირდება ყველაზე მეტად მის ფრაზას ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით. ჯეფრი ეპშტეინი ეს იყო ერთგვარ ცნობილი მოძალადე, რომელიც 90-იან წლებში მაშინდელ პირობებში მისი პასუხისგებაში მიცემა ბოლომდე ვერ მოხერხდა, მან თავი დააღწია მართლმსაჯულებას. შემდგომ მოგვიანებით კი მასზე კარგი სერიალიც არის გადაღებული, კარგად ასახავს იმ პროცესს, შემდეგ ის უკვე დააკავეს და სრულად გაურკვეველ ვითარებაში ციხეში იპოვეს, შემდეგ ჩამოხრჩვალი, მაგრამ თავარი იყო, რომ მე-5 ავენიუსი თუ არ ვცდები, ნიუ-იორკში მას ჰქონდა ძალიან ცნობილი, მანამდე ცნობილი მფლობელებიც ყავდა ეს სახლი, საიდანაც მის დაპატიმრების შემდეგ გამოიტანეს ეს დიდი ნაგვის პარკებით უამრავი ჩანაწერი, იმიტომ რომ წვეულებებს, რომელსაც არ მხოლოდ თავის კუნძულზე აწყობდა, არამედ ამ სახლშიც აწყობდა, ის ჩუმად იღებდა ამ ყველაფერს და ეს ფაილები გახდა ყვადაღებული თემა და დონალდ ტრამპმა თავის დროზე თქვა, რომ გარდა იმისა, რომ თქვა მარტინ ლუთერ კინგის ან ჯონ კენედის კვლელობის მასალებს გამოაქვეყნებდა, რომ ამასაც გაასაჯაროებდა და ეს ბოლომდე რა თქმა უნდა არ მოხდა და მით უმეტეს ის ალბათ ვერც მოხდება და სწორედ ამისკენ მიუთით. ეს სერიოზულად აბუდადებული და ისეთი თემაა, იმიტომ რომ დიდი ალბათობით იქ განურჩევლად პოლიტიკური αφილიაციისა თუ სახელმწიფოებრივი კუთვნილებისა უამრავი ეს ვთქვათ ელიტის წარმომადგენელი პოლიტიკოსი თუ სხვა იქნება ამ ფაილებში ან ჩანაწერში ან ვიდეო ჩანაწერში, ხო? მოკლედ, მაგრამ რომ დაუბრუნდეთ, ანუ ეს დაპირისპირება სადაც გადავიდა სხვა იმაში, ანუ თითქოს უკვე დემოკრატიულმა დღისასწაულმა წააგო, დაბრუნდათ უკვე რაღაც ორი არჩევანი შეიქმნა თვითონ გამარჯვებულების წიაღში, შენ უფრო მასკისკენ ხარ თუ შენ უფრო ტრამპისკენ ხარ, მაგრამ შემდგომ ძალიან მალე აი ამ დაწყებულმა არეულობებმა და დღემდე არის დაანონსებული, ანუ 250 წლის თავი აღინიშნოს 14 ივნისს შეიარაღებული ძალების ტრამპი ამისთვის ემზადება, მაგრამ მათ კონტრზომად უამრავი დღეს რუკავ ნახე ძალიან
ძალიან ბევრ ადგილას არის დაანონსებული გამოსვლა იმისათვის, რომ რაღაცნაირად შეეწინააღმდეგონ ტრამპი ამ მისი ოპონენტების თვალში, გარკვეულად ხაზ მონარქია შედარებული და მათ არ მოსწონთ, ესე ვთქვათ, მისი ეს პრეზიდენტობა. ეს ყველაფერი იყო გარკვეულწილად თქვენს წერილში ასახული, მაგრამ უფრო იყო მაინც აი ამ ორი ფიგურის დაპირისპირებაზე და გარკვეულწილად ისე იყო გაკრიტიკებული იყო ის ახალი პროექტი, რომელიც გამომხატველიც შეიძლება იყოს ელონ მასკი, ხო? იმიტომ რომ მის უკან დგას სერიოზული იდეოლოგია, ლაპარაკი არის აი ამ ტექნოლოგიურ ოლიგარქებზე, თავის დროზე PayPal-დან წამოსულ აი ამ IT სპეციალისტებზე, რომლებიც მათ მე თავთავისი ბიზნესი გააკეთეს, მათ წარმომადგენელია მასკი და ასევე ძალიან ცნობილი იდეოლოგია, ასევე IT სპეციალისტი თავის დროზე, რომელიც უკვე 20 წელია ამ იდეოლოგიას ამუშავებს, რასაც ქვია კურტი ზიარვინი, რომელიც ცნობილია თავის მანიფესტებით და ქვეყნებს ფსევდონიმით Mencius Moldbagi. მოდი მე რო ეხა სიტყვა არ გამიძეგრდელდეს და მე ჩაგერთვებით, ამიტომ ბატონ დავით დავიწყოთ პირველ რიგში თქვენი წერილით, რომ მოკლედ მსმენელს ისევ წერილს წელია და მსმენელს ძირითადი თეზისი მაინც რომ გავახსენოთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენ მსმენელს. ჩემი გუშინწინდელი წერილის ასე თქვათ ათოსი მოდის არა დღევანდელობიდან, არამედ უკავშირდება სხვათა შორის 2018 წლის 16 ივლისის ცნობილ შეხვედრას ჰელსინკში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის, როდესაც დონალდ ტრამპი იყო ჯერ კიდევ 55-ე პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების. იქ იყო მცდელობა პუტინთან მიეღწიათ, ასე ვთქვათ, კონსენსუსს მათ შორის პოსტსაბჭო სივრცეში თავისი ზეგავლენის განაწილებისა და ამ ზეგავლენებში დელეგირების თვალსაზრისით დიდი ინტერესი ჰქონდა, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპს ცენტრალური აზიის მიმართ, დიდი ინტერესი აქვს ვლადიმერ პუტინს სამხრეთ კავკასიის მიმართ და ყოველ შემთხვევაში იმ 2018 წლის შეხვედრაზე სერიოზული ნაწილი ამ შეხვედრის დაეთმო უკრაინას და როდესაც ტრამპმა შემდგომ წლებში არაერთხელ ბრძანა, რომ მე რომ ყოფილიყავი ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე რიგით პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა და ამ განცხადებას აქვს თავისი სერიოზული საფუძველი და ჩემი აზრით 46-ე პრეზიდენტი ტრამპი ზუსტად იმიტომ ვერ შედგა და არ გახადეს, რომ deep state-ის გარკვეულწილად შორს მიმავალ გეგმებში შეიჭრა უხეშად და მისი გაჩერება იყო აუცილებლად საჭირო. Იმიტომ რომ ამას მოყვა 2020 წლის ტრამპის 55 პრეზიდენტობის უკანასკნელ წელიწადს ის მოვლენები, რომლებიც შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან იმ გენერალურ რეპეტიციად განვიხილოთ იმ მოვლენებისა, რომელიც დღეს, კალიფორნიაში მიმდინარეობს, სხვა ლოკაციებზე მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე გულისხმობ BLM-ის მოძრაობას, როდესაც აშკარად პრობლემები შეუქმნებს ტრამპს მისი წინა საარჩევნო პერიოდში, რამაც დიდი ზეგავლენა იმოქმედა იქონია ზოგად საარჩევნო სიტუაციაზე და მოხდა ის, რაც მოხდა, ზოგი თulis რომ ტრამპს ეს გამარჯვება მოპარეს, მაგრამ ასია თუ ისე დაუდგა ამერიკას და მთელ მსოფლიოს, ევროპულ ცივილიზაციას, ევროკავშირს ის 4 წლიანი ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდი, როდესაც მიეცა საშუალება ამ გუნდს მაქსიმალურად ხორცშესხმა მოეხდინათ deep state-ის ძირითადი ამოცანებისა და ეს ძირითადი ამოცანები ევროპის კონტინენტს რო დაუბრუნდეთ, იყო გაღრმავება და დისკრედიტაცია იმ მართლობის სისტემის, იმ დემოკრატიული ევროპული ფასეულობების, რომელიც მანამდეც არ აკლდებდნენ ამ დისკრედიტაციას და აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ის ინსტიტუტები, რომლებზეც აღმოცენდა ევროპული სახელმწიფოების სურვილი ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყვნენ და ის ევროპული ცივილიზაცია, რომლის ბაზისი და საფუძველი ყოველთვის იყო ქრისტიანული სარწმუნოება, ტრადიციულობა, ოჯახის ფასეულობების მიმართ რაღაცა პატივისცემა, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაკნინებულიყო, ჩამოშლილიყო და მათ ადგილას მოსულიყო ევროპისთვის რაღაცა უცხო მიმდინარეობები. უცხო მიმდინარეობები პირველ რიგში ამას ვუწოდებ მე იმ სამიგრაციო
მიზანმიმართულ პოლიტიკას, ოდესაც Deep State-მა თავისივე ინსპირირებით მთელ რიგ გეოგრაფიულ ლოკაციაზე ლიბია იქნება, ლიბანი იქნება, სირია იქნება, პაკისტანი, ავღანეთი, პალესტინა, იემენი გაუხსნა გზა მილიონობით მიგრანტს, სხვა კულტურის, სხვა კონფესიის მატარებელ მილიონობით მიგრანტს ევროპაში, სადაც მოხდა ეს კულტურათა აღრევა, რამაც ის კრიზისი, ქრისტიანობის კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა ევროპაში. ამას მოყვა ის პარალელური პროცესები, როდესაც მიმდინარეობდა კაცობრიობის, შექმნის ბიბლიური ისტორიის ჩანაცვლება იმ რაღაცა ფსევდოლიბერალური სწავლებებით, გენდერული მრავალფეროვნება იქნება თუ ზოგადად LGBT იდეოლოგიით ჩანაცვლება იმ ქრისტიანობის, ქრისტიანული ღვთისმსახურების ჩანაცვლება LGBT პრაიდებით, LGBT აღლუმებით, სხვადასხვა LGBT დროშით მიმდინარე ღონისძიებებით. ამას ემატება ისეთი დღის წესრიგის შემოტანა, რაც პირდაპირ თუნდაც ევროპელების გამრავლებას ასე ვთქვათ, დიდ პრობლემას უქმნის, იქნება მოძრაობა child free თუ აბსოლუტურად უკონტროლო აბორტთან მიმართებით პოლიტიკა. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მიგრანტები ნელ-ნელა უახლოვდებიან იმ წითელ ხაზს და იმ ნიშნულს, როდესაც ისინი იქნებიან გაბატონებული, ასე ვთქვათ, ერის წარმომადგენლები იმ ქვეყნებში, რომელსაც ტოვებენ დღეს აბორიგენი მოსახლეობა, ცდილობენ არა მხოლოდ თავისი თავი გადააჩინონ, მაგრამ იმ ქვეყნების, ძირითადად გერმანია მაქვს მხედველობაში, საფრანგეთი, რომლებიც ინდუსტრიალური ცენტრები იყვნენ ევროკავშირის, იქაც კი აი ამ Deep State-ის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად, რომელმაც მოწყვიტა ეს სივრცე და ეს ინდუსტრიალური ცენტრები და საწარმოო ხაზები იმ იაპ ენერგომატარებლებს, რომლებსაც ისინი წლების განმავლობაში რუსეთიდან იღებდნენ, არა მხოლოდ მოწყვიტეს, არამედ ის ორი სტრატეგიული მილსადენი აუფეთქეს კიდეც, რამაც მოახდინა და ვერც მოახდინა სრულფასოვანი ჩანაცვლება იმ ამერიკული რაღაც ალტერნატიული ბუნებრივი აირით და მთელი რიგი საწარმოები და ინდუსტრიალური ციკლები შეჩერდა ევროპაში. ძალიან ბევრმა მოახდინა რელოკაცია იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზიის კონტინენტზე, რამაც მიიყვანა სიტუაცია იქამდე, რომ 0%-იანი და 0.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპი არის დაფიქსირებული იქ, სადაც ჩვენთვის იყო ყოველთვის რაღაცა მაგალითის მომცემი და რომლისკენაც მივისწრაფებოდით ჩვენ, რომლებსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ასე ვთქვათ, პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება უკვე არაერთი წელიწადი. ბატონო დავით, მარტო ეკონომიკა ხო არ არის ეს მისწრაფება, ჩვენ გვესმის მით უმეტეს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უწყვეტად, რომ ევროპა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, რომ ჩვენ ვართ ისედაც ევროპის ნაწილი, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სახლში, ხდება მთლიანი საბჭოთა პერიოდის ნიველირება იმ გაგებით, რომ ეს არის რაღაცა აბსოლუტურად ბნელი 70 წლეული, სადაც არაფერი არ მოხდა და თუ რა მოხდა, ყველაფერი ცუდია. აი ესეთი რაკურსი გაფეთიშებული, ძალიან შავთეთრი და ცალმხრივი, რომელიც უგულებელ ყავს ერთის მხრივ ჩვენს მithumetes დავიბადეთ და გავიზარდეთ იქ არსებულ ისტორიულ გამოცდილებას და ლაპარაკი არ არის თან, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებთ, ეს არის შავთეთრის გაგება, რომ საბჭოთა კავშირი მოინდელოს მხოლოდ რეპრესიად, ან ვიღაცა მეორე მხარე რაღაც აპოლოგეტები, რომლებიც ამას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას და მხოლოდ მიღწევებს ელაპარაკობენ, ხო? ნუ რატო არ შეიძლება რომ ისტორია მთელი თავისი სისავსით ჩვენ შევისწავლოთ, ვიკულიოთ, მაგრამ წყვეტა არ გავაკეთოთ შემდეგ ისტორიაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ევროპის აბსოლუტურად ყოველგვარი ნიველირება მიმდინარე პრობლემების, თუ ისტორიაში მიდიხარ ისტორიული პრობლემების, ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკური მხარდაჭერის, როცა ეს ძალიან გჭირდებოდა და ასე შემდეგ. გასაგებია, რომ დღევანდელი კონიუნქტურა ამ ყველაფერს ჭამს, ხო, დღეს დაპირისპირებული ძალა ცდილობს სწორედ ესე წარმოადგინოს. მე ვნახე სხვათა შორის ევროკავშირის აქაურის საელჩოს რაღაცა კლიპი, მე არც მეჯერა რომ ამას უყურებდი ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულს, რომელიც მულტიპლიკაციით რაღაცა აბსოლუტურად ინფანტილური სენტენციებით გვიყვება რა კარგი არის ევროპა, თითქოს ჩვენ რაღაცაზე ვამბობ თუ არს. ანუ
ჩვენ გვესმის რომ დაპირისპირება მიდის დღის წესრიგებს შორის. აქ ადამიანები სპეკულირებენ, რომ თითქოს დღევანდელ სამყაროში შენ ხარ ჩვეულებრივი ქვეყანა, რომელსაც გაქვს აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი და რატომღაც კაც აი ამ ფერადი ევროპის ნაცვლად რატომ ირჩევ შავ რუსეთს, ანუ ესე წარმოადგენენ. და საერთოდ გელაპარაკებიან იმაზე, რომ დღის წესრიგში დღეს მით უმეტეს ჩვენ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, მთლიან სოფლიოში ვხედავთ დაძაბულობას ახლო აღმოსავლეთში, ირანს როდის დაარტყავენ კაცმა არ იცის. აი ამ პირობებში, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოების დიდი ნაწილი ლაპარაკობს, რომ დღეს პირველი ამოცანა ეს არის უსაფრთხოება და ეს არის ის საკითხი, ჩვენ ომით ქართლში გავხვალ რეგიონში და ჩვენ გვჭირდება ეს ომი იმხელარო, ჩვენ გვჭირდება აქ ნავიგაცია და გადარჩენა, იმიტომ რომ ამან ჩვენ შეიძლება შეგვიწიროს, ხო ესეა. და აქ არის ლაპარაკი უშველებელ უკრაინაზე. და საქმე იმაშია, რომ სანამ ანუ აი ეს ამბები მიდის და ჩვენთან მიმდინარეობს ეს ჭიდაობა და ის გამოთვლები და ლაპარაკი რომ საბოლოოდ რომ შედეგი შევაფასოთ, ჩვენ მივიღეთ განადგურებული უკრაინა, ჩვენ მივიღეთ და ფრაგმენტირებული ევროპა, ევროპის ეკონომიკური ზრდის შენელება, ვითომ რუსული გაზი ცუდია და რუსული გაზი აღარ არის, მაგრამ სამაგეროდ აბა სად მიდიან და სად ლაგდებიან. გარდა ამისა, თან ხედავთ მტკიცებულებებს თვითონ დასავლურ პრესაში იწერება, რომ შემოვლითი გზებით მაინც შედის ეს უკვე უკრაინაში არ არის იმდენი დახმარება აღმოჩენილი, რამდენი ევროპის ქვეყნებს აქვთ ნაყიდი ენერგომატარებლები რუსეთისგან უკვე შემოვლითი გზებით, კი ბატონო. ხო? და აი ამ ვითარებაში თავარი მოკავშირე და თავარი არქიტექტორი და თქვენ რასაც deep state-ს ლაპარაკობთ, მართლაც აქ ლაპარაკი არის მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არა, არამედ ეს არის რაღაცა ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც მოდებული არის ამ დასავლურ სამყაროში, სად როგორი გავლენა აქვს იმის დამიხედვით, მაგრამ ეს გავლენა ჩამოიშალა ყოველ შემთხვევაში სერიოზულად შეერყა თვითონ ამერიკაში, რომელიც არის მთავარი მოთამაშე და ყველა ქვეყანა აღიარებს, რომ ომის წარმართვა ამერიკის გარეშე შეუძლებელი იქნება და ამერიკა ჩვენ ხედავთ, რომ ჩუმჩუმად აქედან გადის. იქ 20,000 რაკეტა აღარ მისცა, იქ რამშტაინის შეხვედრას არ დაესწრო, იქ ნატოს მიმართ კითხვები გააჩინა და ასე შემდეგ. ნუ ეს შორს წაგვიყვანს სხვათა შორის რა არის ამერიკის პოლიტიკა და ამის რეაქცია ჩვენ ხედავთ არეულობას. ეხლა დაუბრუნდეთ ამ წერილს, როლი, რომელსაც თამაშობს ეს ტექნოლოგიური იდეოლოგია, რომელიც საერთოდ სკეპსის გამოხატავს დემოკრატიული და ლიბერალ-დემოკრატიული მართლობის სისტემის მიმართ, არა მარტო ლიბერალ-დემოკრატიის როგორც ღირებულების მიმართ, არამედ დემოკრატიის როგორც მართლობის სისტემის მიმართ და მიუთითებს მზარდ პოპულიზმზე, სხვადასხვა პრობლემებზე, რაც ახასიათებს ამ სისტემას და ამის კრიტიკას იწყებს მანიფესტით და თავაზობს სამყაროს პირველ რიგში ამერიკას მართლობის ალტერნატიულ მოდელს, რასაც კორპორაციული შეთანხმება ჰქვია და სრულიად სხვაგვარად აწესრიგებს სახელმწიფოს, რომელიც პრინციპში ინფორმით აღარ არსებობს, ანუ კორპორაციასა და მოქალაქეს შორის ურთიერთობას სრულიად სხვა საწყისებზე, რაც სინამდვილეში ღრმად ამერიკულია რა, ძალიან წიაღში დაბრუნებას ნიშნავს, იმიტომ რომ ეს არის ამერიკა ქვეყანა, რომელიც მთლიანად ინდივიდის თავისუფლებისთვის შეიქმნა და ისინი ერთმანეთში ურთიერთობას ამ გარიგებების გზით აღწევენ და დონალდ ტრამპი ამის სერიოზული მატარებელია, ხო, აი ამ ფილოსოფიის და ამ ტიპის მიდგომის, რომ არა აქვს მნიშვნელობა რაღაცა ჩარჩოებს, თავარი არის აი მე და შენ რაზე შევთანხმდით და მე უბრალოდ ეს დავიცვათ და ამიტომ ჩვენ ხედავთ ამ არეულობას. აი ამ კონტექსტში ვიღებთ რეალობას, როდესაც თან მიდის სოფლიო წესრიგის ცვლილება, მაგრამ თავარი აქტორი თვითონ არის ტრანსფორმაციის ფაზაში. აი ჩვენ შემთხვევაში თქვენ რატო ფიქრობთ, რომ სიტყვაზე თუკი აი ესე წარმოვიდგენთ სამყაროს ხვალინდელი თეორიულად შესაძლო პოლიტიკურად გააქტიურებული მასკი უფრო დიდი საფრთხე შეიძლება იყოს ამ ტრანსფორმაციაში ვიდრე გასაგებია რომ სრულიად სხვა ტიპის რაღაცა ისეთი ეგომანიაკალური მისწრაფებების და ხშირად რო არ დაგიდევს საპრეზიდენტო შეზღუდვებს ეგეთი, მაგრამ მაინც კონსერვატული და რაღაც ამერიკული ბიზნეს წრეების წარმომადგენელი ტრამპი. არა მხოლოდ ილონ მასკი, არამედ გამოკვეთილი ფიგურა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელსაც თავიდანვე კონსპიროლოგიასაც თუ ჩავთავთ ამაში, განიხილავდნენ როგორც deep state-ის მიერ შემოგზავნილი ადამიანი, რასაც აქვს თავისი საფუძველი და ამ საფუძვლებსაც შევეხებით მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მისი იელის უნივერსიტეტში სწავლიდან გამომდინარე, მისი დღევანდელი კუმირების გათვალისწინებით. თუმცა ლაპარაკი ყრის პიტერ ტილის კრეატურაა, რომელიც ამ ტექ ოლიგარქია. კი ბატონო. თუმცა აი ჩვენ დაუბრუნდებით, ხო? კი ბატონო, იარვინის ასე ვთქვათ, სწავლებას და მოძრაობასაც დაუბრუნდებით, რომელსაც იზიარებს ჯეი დი ვენსი და ნაწილობრივ როგორც ჩანს იზიარებს დონალდ ტრამპის, რომლის ინაუგურაციაზე
იარვინი საპატიო სტუმრის სტატუსში მონაწილეობდა და იღებდა აი ამ ცერემონიალში მონაწილეობას. რა ხდება ევროპის კონტინენტზე, იმიტომ რომ ევროპას განვიხილავ მე, იმიტომ რომ საქართველოს აქვს ეს ევროინტეგრაცია, ხომ, აქვია გამიზნული თავის პოლიტიკურ მიზნებში და ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ და უნდა ვიყოთ ინფორმირებულები, რაც მთავარია, რა ხდება, რა ემართება დღეს ევროპის ცივილიზაციას, რა ხდება ევროპის კონტინენტზე და რა მდგომარეობაშია დღეს ის ორგანიზაცია, რომლის წევრობის კანდიდატიც ჩვენ გავხდით, მიუხედავად აი ამ უდიდესი წინააღმდეგობებისა და ასე შემდეგ. წლებია უტყავენ ევროპის კონტინენტზე და ევროპული ცივილიზაციის ისეთ ფასეულობებს, რომელზეც აღმოცენდა ზოგადად მისი კულტურა, აღმოცენდა მისი ცივილიზაცია და შეიქმნა ამ ფასეულობების გარშემო ის ევროპული სახელმწიფოების გაერთიანება და ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირი ქვია. 2020 წლის 8 ოქტომბერს გარდაცვლილი რომის პაპი ფრანცისკო პირდაპირ თქვა ერთ თავის ქადაგებაში, რომ და გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ თქვენ თუ არ შეაჩერებთ ბრძოლას ევროკავშირში შემავალი ქვეყნების იდენტობასთან, თქვენ ევროკავშირს დაკარგავთ. ის უბრალოდ დაიშლება. არ შეიძლება შექმნა საბჭოთა ადამიანის მსგავსი მოდელი დაწყებული ლისაბონიდან დამთავრებული ტალინით. იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული თვითმყოფადობის, იდენტობის, კულტურის, კონფესიის, წარმოდგენების აღზრდის მატარებელი ადამიანები. ამით უნდა იყოს ძალიან საინტერესო ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფის ევროპისკენ და ევროკავშირისკენ, რომ მან დაინახოს, რომ ამ ორგანიზაციაში შესვლით ის არ დაკარგავს თავის იდენტობას, არ დაკარგავს თავის თვითმყოფადობას და მეტიც არავინ არ მოითხოვს ამას მისგან და არავინ არ დაუწყობს ბრძოლას იმ ფასეულობების მიმართ, რომელსაც საქართველოს მაგალითად საუკუნეები ატარებს, ინახებს და არაერთ იმპერიასთან გამკლავებით და არაერთ deep state-ებთან გამკლავებით, რომელსაც ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჰქონდა ადგილი, არ გამოსულვართ დამარცხებულები. ეს ეხება ჩვენს უკანასკნელ პაექრობას, გნებავთ მეფის რუსეთთან და გნებავთ საბჭოთა კავშირთან. ჩვენში ძალიან კარგად არის აი ეს ინდიკატორი მუშაობს, როდესაც ჩვენ ალარმს ვთავთ ხოლმე, როდესაც ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ფასეულობას, ჩვენს სარწმუნოებას ემუქრება, მიზანმიმართულად ემუქრება რაღაცა გარეშე ძალა. მაშინ ირთვება ჩვენში აი ეს წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, კამპანია, ირთვება პირობითად ის 9 აპრილი, რომელმაც არ უნდა დაუშვას ის, რომ ვიღაცა ცდილობს შენში ზუსტად ის ჩაახშოს, ის გაანადგუროს, რაზეც შენი 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობა დგას და იდგება. ამიტომ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება 2024 წლის იყო ზუსტად იმის სრული შეგრძნება, რომ იქ რა ინტეგრაციაც გვაქვს ჩვენს გაცხადებული, დღეს ძალიან მძიმე სიტუაცია, მძიმე ვითარებაა და ჯობს განვერიდოთ ამ ყველაფერს და გარედან შევხედოთ იქ განხორციელებულ და იქ განსახორციელებელ მოვლენებს. ვინაიდან არც ერთ ჩვენთაგანს მე მგონი არ გქონდა ისეთი რაღაცა წმენა, რომ იმ სისტემის, ასე ვთქვათ, ნაყოფი, ერთ-ერთი ნაყოფი, ერთ-ერთი განშტოება დონალდ ტრამპი იმ სისტემას ან დაამარცხებდა, ან დაასუსტებდა, რომლის ჩვენს თვალწინ რებრენდინგი მიმდინარეობს უბრალოდ და რაღაცა ტაქტიკური ბრძოლის სახეცვლილებებს ხედავთ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და მათ შორის ევროპის კონტინენტზე. ამის რეალური და ყველაზე მკაფიო მაგალითი იყო, ტესტი იყო, როდესაც თითქოს და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაჩენი გამოუტანა ევრობიუროკრატიას, ევროკავშირს, მან ჩამოთვალა ყველა ის ნაკლოვანება, ყველა ის პრობლემა, ყველა ის დახარვეზებული სისტემები და ინსტიტუციები, რომლებიც ან არ მუშაობს, ან ცუდად მუშაობს, მან გააკრიტიკა, მკაფიოდ გააკრიტიკა რუმინეთში პრეზიდენტის არჩევის პირველი ეტაპი, როდესაც რუმინელების უმრავლესობის კანდიდატი ფაქტიურად უხეშად არადემოკრატიულად ჩამოაშორეს აი ამ საპრეზიდენტო ბოლას, მაგრამ ხმა არ ამოუღია დივენს მაშინ, როდესაც მეორე ცდაზე იგივე გააკეთეს და უარესიც გააკეთეს. ერთი მხარდამჭერი განცხადება არ გაკეთებულა რუმინეთის და რუმინელი ხალხის მისამართით,
ანუ დივენსის ის განაჩენის გამოტანა და ის ვერდიქტი ეს არ იყო მეგობრის წუხილი, რომელიც ამხნევებს, თქვათ, თავისიანებს და იუბნებათ, რომ უგეშინიათ ჩვენ ამაში ჩავერებით, ჩვენ ამ უსამართლობას აღმოვხრავთ. იგივე დამოკიდებულება გვახსოვს ჩვენ გერმანიასთან მიმართებით, როდესაც ელონ მასკმა თავიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც მზარდი პოპულარობით და რეიტინგით სარგებლობს ქვეყანაში, მაგრამ როდესაც ეს პარტია ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს გერმანიაში, ერთი მხარდაჭერი განცხადება არ გაგუგია მათ ასე ვთქვათ გვერდში დგომისა და მეგობრობის ხელის გაწვდომის თვალსაზრისით. იგივე სიტუაცია საფრანგეთში, როდესაც მაკრონის ერთ-ერთ ძირითად კონკურენტს ქალბატონ მარინ ლე პენს ფაქტიურად აშორებენ პოლიტიკური ველიდან და არაძლევენ შესაძლებლობას 27 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეს ყველაფერი ხომ თვალნათელია, რომ დივენსის ის განაჩენი არ არის განპირობებული იმით, რომ მას სურს დახმარება გაუწიოს დახარვეზებულ რაღაცა დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ადამიანი, რომელიც პირიქით აი ამ ყველაფერს აშიშვლებს, აკეთებს დისკრიმინაციას, რათა შემდგომ შემოვიდეს დიდი ალბათობით იმ ალტერნატიული ხედვით, რომ ეს სისტემა დაძველდა, დასუსტდა, ის ვერ ახორციელებს მართვას, ეფექტურ მართვას და ეს ყველაფერი უნდა ჩანაცვლდეს ახალი მიდგომებით, ახალი მართვის სისტემებით, რომელსაც ადრე თუ გვიან უახლოეს პერიოდში ჩემი ღრმა რწმენით ზუსტად იმ წიაღიდან, რასაც ქვია მასკი, რასაც ქვია დივენსი, აუცილებლად პირველ პლანზე გამოიტანენ იმ იდეას, რომელსაც აი ამ იარვენის მოძრაობა და მისი სწავლება დიდი ხანი უკვე ამუშავებს და რომელიც მზად არის იმისთვის, რომ ექსპერიმენტის სახით ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი ქვეყნის მაგალითზე შემოღებული იქნას და ჩაანაცვლოს მან აი ეს მოძველებული ორმაგი სტანდარტებით გაჟღენთილი აბსოლუტურად ჩიხში შესული დემოკრატიული მმართველობის სისტემა, რომლის გინდა საარჩევნო და გინდა სასამართლო ნაქები სისტემები უკვე კრიტიკასაც კი ვეღარ უძლებენ იმ ყველაფრის ფონზე, რაც ხდებოდა და ხდება იგივე საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში და ასე შემდეგ. აი ამ ფონზე, რომელიც თქვენ პრაქტიკულად ცოტა მომავლის დახასიათება გამოგივიდათ, შესაძლო განვითარების ვერსია ვიცე-პრეზიდენტის თქვათ პოლიტიკური პროფილის ანალიზისას, ხო? ჩვენ საქართველოში ვხედავთ ჯერ ცივი ომის და მის შემდგომი პერიოდის აპრობირებული მეთოდიკის მუშაობას, რაც ქვია ბილი ძალის გამოყენება მისი მრავალი გამოხატულებით. პირველ რიგში აღსანიშნავი არის ეგრეთ წოდებული ზიზღის ინსტრუმენტალიზაცია, როგორ უნდა მოხდეს ამ ზიზღის დანერგვა, დეჰუმანიზება ოპონენტის, რაციონალური დისკუსიის ველის დახურვა და ამ დისკუსიის გადატანა ლოზუნგების, აგრესიის, შეტევის, ესე ვთქვათ, აი ამ აჯანყებულ სტილისტიკაში და სწორედ ამით მცდელობა შეიქმნას ქვეყანაში კრიზისი, დაზიანდეს სახელმწიფო ინსტიტუციები, თუნდაც დაზიანდეს ქვეყანა და წარმოქმნა კრიზისმა და ესე ვთქვათ, განაპირობოს უმართავი პოლიტიკური პროცესი, რომელიც თვისაც ეს ინსპირატორი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული რჩება, გაიმარჯვებს ვინმე თუ არ გაიმარჯვებს. იგივე ჩანს უკრაინის მაგალითზე რა, რომელსაც უკვე ცნობილია რომ ეს არის პროქსი ომი და სადაც ამერიკულმა გენერალმა არის დამალა რომ ეს არის საუცხო ომი, იმიტომ რომ არც ერთი ამერიკული ჯარისკაცი იქ არ კვდება და თავის ესე ვთქვათ ოპონენტს სწორედ ესე ებრძვის დასავლეთი, ხო? ამიტომ საქართველოს იმყოფება ამ ვითარებაში. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამერიკაში ამ ტრანსფორმაციის პროცესს, ეგრეთ წოდებულ პერესტროიკას. ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში შიდა ძალების გამოყენებას, რომელთაც მე კარგად მესმის, იმიტომ რომ წლების დაწლევლების განმავლობაში ხდებოდა აი ამ აზროვნების ფორმაცია და ამ ტიპის რაღაცა გაჯერებული არის საზოგადოების რაღაცა ლოკალური ნაწილი. ბუნებრივია, რომ ის, ვინც ეს პროცესები დაიწყო, ან ეხლა მართავს, ის ინარჩუნებს რაღაცა გრილად სიმშვიდეს და ამ პროცესებს ისე მართავს და ჩვენ ვხედავთ რაღაცა ერთგვარად შემუშავებულ დღის წესრიგს, კალენდარს, როდესაც წვეთ ყოველდღიურად ან ორ დღეში ერთხელ მაინც მოდის ინფორმაცია, რაც მათ ოპონენტთა საინფორმაციო ბადეს კვებავს და აჩენს ამ ილუზიას, რომ ეს ამ რაღაცა პროტესტს შედეგი მოაქვს და ჩვენ ხედავთ ხელისუფლებას, რომელიც აცნობიერებს სრულად რასთან აქვს საქმე და იყენებს
რა ისინი იყენებენ ამორალურ მეთოდებს, ანუ ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობის ყველა ფორმა სისხლის სამართლის კოდექსი არ აწესრიგებს, ხო? არსებობს უამრავი რაღაცა ზნეობა, ტრადიციები, მორალი, ეთიკა ურთიერთობაში, ის რაღაც დაუწერელი კანონები, რომელთაც ქვეყანაში ცხოვრობდით და რაც ამას ზღუდავდა. როცა სოციალური ქსელი გაჩნდა, ეს ბუნებრივად გადავიდა კაც, იმიტომ რომ ლაპარაკი ურთიერთობაზე. ქუჩაში ვიღაცას დედას ვერ შეაგინებდი, ამას მოყვებოდა რაღაცა კავშირი, ანუ ეს არ იყო კანონით ეს ხო დაუწერელი კანონებით რეგულირებული. შემდგომ ჩვენ ვნახეთ ფეტიში, რომელიც არის მე ვეძახი გადასახადის გადამხდელისტების, იმიტომ რომ აი ამაზე რო აკეთებენ აქცენტს, რომ ესე მე ვაქვს აბსოლუტური უფლება, იმიტომ რომ ფულს ვიხდი და რაგივე ფულს ვიხდი გადასახადის სახით. შესაბამისად, თელის კანონმდებლობა მაქვს ყველაფრის უფლება თუ რამე დაკრძალული არ არის და ეს კანონის ამგვარი ფეტიში იმგაგები, ანუ კანონის ფეტიში იმიტომ კი არა, რომ კანონის დაცვა ცუდია. არა, ამის ქვეშ იგულისხმება ის, რომ ჩვენ თუ ამ კანონს ვიცავთ, ყველაფერ დანარჩენში თავისუფალი ვართ და შესაბამისად ის რაღაცა ქცევითი კულტურა, ანუ მე ფეხებზე მკიდია, შემიძლია საერთოდ დავიცვა, შესაძლებელია ჩაფურთხება, გინება, ანუ ამან მისცა რაღაცა დოსტოევსკისეული ეშმაკების გამოღვიძებას, ხო ხდები, რომ ეს ყველაფერი ნებადართულია რა. თუ კი ადამიანს მისცემ უფლებას ამ უღირსობაზე, მაშინ ყველაფერი ნებადართულია და კანონებში ღმერთი არსებობს, ის არ წერია, ხო, ის დოსტოევსკის რო დაუბრუნდით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნახეთ მე უკვე ამ ზიზღის ინსტრუმენტალიზება. მათ დღეს ეს ყველაფერი დასაშვებია, მე დააჯერეს, რომ აი არგუმენტი, რომ შენ კარგავს სამშობლოს, რომელიც სამშობლოს კარგავ. იმ ხალხს ამ გაგებით სამშობლო უკვე დაკარგული აქვს, იმიტომ რომ მე დღეს ვკითხულობ ტექსტებს, რა კარგი არის გერმანია. მე აქ ჩამოვიდი, აქ ცხოვრობდი, ღმერთო რა კარგი და ადარებთ. ანუ იმას თუ მეუნები, რომ საქართველოს გერმანია არ არის, ვიცი. მაგრამ საქართველოს გერმანია კიდე ბევრი სხვა გაგებით არ არის. თუ მე-20 საუკუნესაც თუ შევადარებთ და ალბათ ძალიან მალე არც იქნება, ხო? მაგრამ რას ვადარებ? შენ გაქვს შენი საქართველოს, რომელიც დგას რაღაცაზე, ხო, რაღაც ზნეობა, რაღაც ღირსებას და ხდება ამის დეკონსტრუქცია და ერთ-ერთი დიდი ინსტრუმენტია, რომ შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ ერთ-ერთი ფილოსოფოსად სახელწოდებული პერსონისგან ამ მთელი დოქტრინა, რომ ზიზღის ფილოსოფია. რომ ეს დიახაც რომ მე ამის უფლება მაქვს და მე შემიძლია ეს გამოვიყენო. და ამ ყველაფრის ახალისება ხდება ნორმალიზება და ამის გაჯერება და მე ჩვენ ხედავთ ამის ყველაზე უფრო ფსიქოლოგიურად მოწყვლადი ეგზემპლარების მხრიდან ამის მე რეალიზებას ვიღაცას აედევნება, ხანცემენ, ხანარცემენ, როგორც იქნება და შემდეგ ამითი არის გაჯერებული ეს ჩვენი სივრცე და მიმდინარეობს სწორედ ეს საზოგადოების ფრაგმენტაცია. მაგრამ მე ხომ აღწერე ის მეთოდიკა, რომელიც უკვე აპრობირებულია და რომელ კრიზისსაც ჩვენ ვებრძვით და დიწილად დაძლეულია, მაგრამ თუ რამე რეციდივი იქნება, ხელისუფლება გააგრძელებს ქმედებას საზოგადოებრივი ფართეგაგებით წესრიგისთვის. მაგრამ ეხლა თქვენ ლაპარაკობდით კიდე სხვა მომავალი ტიპის გამოწვევებზე და საქართველოს რომ დაუბრუნდეთ, რა ბერკეტები გააჩნია საქართველოს იმისათვის, რომ აი ამ ძალიან რთულ გარემოში, სადაც სოფლიო წესრიგი არის დარღვეული, დაიცვას თავი. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ზიზღის ინსტიტუტის შემოღება, სტიგმატიზაციის შემოღება, მენტალობის გენოციდი, რომელსაც აწარმოებდნენ მიზანმიმართულად 2003-2012 წლის სააკაშვილის რეჟიმის დროს. ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი ჩვენი ინსტრუმენტების და ინსტიტუტების ჩამოშლა, რასაც ქვია მამის ავტორიტეტი ოჯახში, სადაც ქვია დედის სიყვარული ოჯახში, როდესაც მიდიოდა მიზანმიმართულად ჩვენი ძმების, ოჯახის მამების, კაცების, გაუპატიურების, დამცირების, განადგურების მიზანმიმართული პროგრამა იყო ხოთშესხმული საქართველოში, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ ასეთ დახარვეზებულ ოჯახებში აღიზარდა ის თაობა, რომელსაც არ ჰქონდა ბავშვობიდან აი ის ურთიერთობა წინა ასე ვთქვათ თაობებთან, რასაც ბაბუა ქვია, რასაც მამა ქვია, რომელიც სწორ ინფორმაციას მიიტანდა მათთან იმ საქართველოს ისტორიაზე, ჩვენი დედა ეკლესიის როლზე და ადგილზე ჩვენი 330 საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში და მოხდა მათი ჩანაცვლება იმ თავის საქმეში გამოცდილი ქოუჩებით, ტრენერებით, ლექტორებით, რომლებმაც მოახდინეს სამწუხაროდ გარკვეული თაობების გენმოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რა თვალსაზრისით ჩვენ დღეს ვხედავთ აი ამ უბედურებას ჩვენი მომავალი თაობის ერთი ნაწილის სახით, ხას უსვავ ერთი ნაწილის სახით. მაგრამ საქმე იმაშია, რომ
ამ კოუჩებზე, ამ ტრენერებზე და აი ამ ახალი დამუშავებული პროგრამებზე უფრო ძლიერი არის ჩვენში ის გენეტიკური მისწრაფება ქართველობისადმი, ტრადიციების შენარჩუნებისადმი, რომელიც არ შეეხო ჩვენი მოსახლეობის 2/3-ს და უფრო მეც კიდევ. რასაც ჩვენ ნათლად ვხედავთ უკანასკნელ 3 წელიწადში ყოველ შემთხვევაში იმ 17 მაისს გამოცხადებული ოჯახური ფასეულობების დაცვის დღეს, როდესაც არ ჭირდება დიდი ორგანიზაციული, თქვათ, მოწოდება თუ მხარდაჭერა იმას, რომ ქუჩაში გამოვიდეს ის ქართველობა, რომელიც არის დღეს მათ შორის აი ამ deep state-ის და ამ ძალების მოუშუშებელი იარა, რომელსაც ებრძვიან და ვერ ამარცხებენ და რომლის უკან დგას ზუსტად ჩვენი გაერთიანება იმ მრავალსაუკუნოვანი ფასეულობების ირგვლივ, რასაც ქვია სამშობლო, რასაც ქვია ეკლესია, რასაც ქვია ჩვენი ტრადიციები, რასაც ქვია ჩვენი ოჯახური ფასეულობები. ამას ებრძვიან და ვერ ამარცხებენ და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი, იმისა ერთ-ერთი იარაღი და ერთ-ერთი საექსპორტო თუ გნებავთ პროდუქტი, რომლითაც ჩვენ იმ ევროპის ცივილიზაციას და იმ ევროპულ კონტინენტს და მასში შემავალ ქვეყნებს ვაძლევთ მაგალითს, როგორ შეიძლება პატარა 3 მილიონიან 4 მილიონიან სახელმწიფომ გამოუცხადოს ბრძოლა deep states, მოუგოს მათ ტაქტიკურად მთელ რიგ კომპონენტში და ამით ჩვენ ვაძლევთ მაგალითს იმისას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ მაგრად დადგება ევროპული ცივილიზაცია და მასში შემავალი დღესდღეობით ჯერ კიდევ მადლობა ღმერთს შემორჩენილი კონსერვატიული ჯანსაღი ძალები ყველაფერი გამოუვათ. ჩვენ შეიძლება დავსახოთ სრულად, თეორიულად დავსახოთ deep state-ის საბოლოო ამოცანები და მიზნები ევროპასთან მიმართებით თუ მთელ მსოფლიოსთან მიმართებით, მაგრამ ერთი არის მათი მცდელობა და მეორე არის შედეგი ამ მცდელობის, რომლის ერთ-ერთი მძლავრი წინააღმდეგობა არის სწორედ საკუთარი ქვეყნის იდენტობის გარშემო ჯანსაღი ძალების გაერთიანება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთან ამ ჯანსაღი ძალების გაერთიანება მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს და ეს არის თვალნათელი. ჩვენ უნდა დავიწყოთ კი არა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმ დანარჩენი თაობების მობრუნებისაკენ, შემოbrunებისაკენ, რაც აუცილებელია და ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ ისინი რაღაც კეთროვანების კასტად, რომლებსაც ხელი უნდა ჩაიქნიოს ჩვენმა ცივილიზაციამ და ჩვენმა საზოგადოებამ. ჩვენ გარდა ამისა გვაქვს ძალიან უნიკალური შესაძლებლობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ენერგეტიკული თვალსაზრისით, სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ვენდოთ იმ სტრატეგიულ პარტნიორებს, იმ ჩვენს მეგობრებს, რომელთა გლობალურ ამოცანებში არც იყო და არც არის საქართველოს იდენტობის ჩამოშლა, საქართველოს ფასეულობების წინააღმდეგ ომის გამოცხადება. მე მაგალითად ვიცი, რომ უდიდეს პატივს სცემს უდიდესი ჩინეთი, თუნდაც ესეთი პატარა ქვეყნების მიმართ, როგორც საქართველოა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ მათთვის ვართ მათი ცივილიზაციის, მათი მენტალობის მატარებელი ქვეყანა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განახორციელა ყველანაირი, ასე ვთქვათ, ბრძოლა არანაკლებად ძლიერი და ვერაგი იმპერიების წინააღმდეგ და ყოველჯერ ამ იმპერიასთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოდიოდა სწორედ თავისი ტრადიციულობით, თავისი რელიგიით, თავისი კონფესიური და ეთნიკური სიმდგრადით და ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დღეს ალტერნატიული გზებიც მოვიპოვოთ იმისთვის, რომ ფიზიკურად გადავჩეთ და მოვახდინოთ იმ მშვიდობის შენარჩუნება და იმ სტაბილურობის შენარჩუნება, რომელიც ჩვენს არც თუ ისე მრავალრიცხოვან მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას, რა ვიცი, ფეხზე დადგეს და უფრო გაამჯობესოს თავისი ყოველდღიურობა. საქართველოში იდეოლოგიური დაპირისპირების ერთ-ერთი ხაზი გადის იმაზეც, რომ როდესაც ლაპარაკი არის ერთგვარს ევროსკეპტიციზმზე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ის ვინც მიჩვეულია, კი არა, მთელი ცხოვრება გაიზარდა აი ამ რაღაცა ვექტორული აქცენტით, რომ მივდივართ, ანუ არ ვიცი ქვეყანა როგორ შეიძლება სადმე წავიდეს, მაგრამ აი მივდივართ იქით, ხო გეგონება ჩვენ ვიყოთ აღთქმული მიწისკენ მიმავალი ებრაელთა ქარავანი, არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, ანუ სანდო მოვიკიდოთ ეს ქვეყანა, ხო არსებობს გეოგრაფია, რომელზეც ვერ შეცვლი. ბოდიში და დუნაი იყოს ჩვენთვის ის გადასალახი იორდანე, ხო? ეს სისულელია, ხო? მაგრამ ეს ამ ალუზიას რო თავი დავანებოთ, ახლა თქვენ
ახსენეთ რომ ჩინეთი. აი, როდესაც ლაპარაკობთ, არსებობს ჩინეთი, არსებობს რაღაც სხვა ქვეყნები, სხვა ფორმატები გაერთიანებები, ამ ადამიანებს პირიქით ევროფეტიშისტებს, ესე ვთქვათ, პირიქით უძლიერდებათ, აი ესე იჭვირო, ხედავთ, ესე იგი ჩვენ ახლა იქ რომ მივდივართ, ეს თითქოს არსებობს რაღაც ქარავანი, რომელიც შემოატრეს და ხა სხვაგან წაგვიყვანეს. მეორეს მხრივ არსებობს ოღონდ ძალიან სუსტია ამის ხმა რა, ამიტომ რომ ამ აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს გულისხმობს რაღაც აზროვნო ფორმატს, სადაც ითვლება რომ საქართველოს არის პატარა, ერთგვარად ეს არის დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ქვეშ, ხან იმპერიის, ხან საბჭოთა კავშირის ქვეშ ცხოვრების დამღა და კვალი, რომ საქართველოს ძალიან პატარა და ყველა ვარიანტში უნდა იყოს სადღაც. აი პარლამენტის თავმჯდომარე ხშირად იძახის ხოლმე და აკრიტიკებს, რომ იცი რა არის, ამ საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა ეხა ზუსტად საბჭოთა კავშირის პრინციპითვე იქ რაც არ მოგწოდა ამ მეთოდებით მივყავართ ევროკავშირში, ჩვენ კი გვინდა ევროკავშირში, მაგრამ არა იმნაირად როგორც საბჭოთა კავშირში ვიყავით, ხო? და როდესაც ლაპარაკი ემბაზო ჩვენ გავაანალიზოთ სოფლიოში რა ხდება და ხშირად იქნება ხოლმე, ხო, ახალი წესრიგი, რომელიც აჩენს ბუფერულ სივრცეებს, სადაც პატარა სახელმწიფოებს მართლა შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება, ხო, ესეა. იმიტომ თავის ზოზე ევროკავშირი შეიქმნა, იქ არსებობენ მცირე სახელმწიფოებიც, საერთოდ ჯუჯებზე არ ვლაპარაკობ, როგორც არის მონაკო, იქნება ეს ლუქსემბურგი თუ სხვა ანდორა, ხო? მაგრამ რაღაც პატარა სახელმწიფოები, რომელიც ბუნებრივია, რომ ვერც თავის ნებას მოახვევენ, შეზღუდული სუვერენიტეტი აქვს, მაგრამ მაინც აქვთ ისინი ცალკე სახელმწიფოები არიან და ეს ბუფერული ზონები წარმოქმნის ესეთ ქვეყნებს და დღეს ლაპარაკებაზე ჩვენ ვიყოთ რეალურად დამოუკიდებლები, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობა და ერთგვარად კრიპტოვალუტასავით არის, ხო, რომელიც ოქროთი და რაღაც კი არ არის უზრუნველყოფილი არის ეკონომიკით, არამედ რაღაცა ალგორითმით. ანუ ეს გადავიდეთ თანამედროვე ცხოვრებაზე, როცა ჩვენ შევძლებთ ამ არსებულ ძალებს შორის ურთიერთქმედებებს შორის ვიპოვოთ რაღაცა ბალანსის პოლიტიკა, რომელიც საშუალებითაც ჩვენ მოვახერხებთ, ისე ვთქვათ, ჩვენი იდენტობის დამოუკიდებლობის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას. ეს არის ერთი მიზანი, მაგრამ ეს იწვევს უდიდესკებს, იმიტომ რომ ესეთი რამ ან არ ქონია, ყოველ შემთხვევაში ქონდა, მაგრამ არ გვახსოვს. კი, არ გვახსოვს, კი. საქართველოს ისტორიაში იყო რაღაც მომენტები, მაგრამ ეს წინა საუკუნეებში და იყო ძალიან შორს და იმ სპეციფიკების ახლა გადმოტანა რთულია. და ამიტომ ბევრად მარტივი ადამიანების უმრავლესობის სამყარო, სადაც ჩვენ უბრალოდ ხარ საბჭოთა კავშირში. ნუ დღეს ეს საბჭოთა კავშირი აღარ მოგწონს, მაგრამ ცხოვრების წესი მოგწონს და ეხლა მოდი ვიქნებით ჩინეთის ქვეშ, ან ევროკავშირის ქვეშ. ან მე პირდაპირ კითხულობთ, ან ისტორიული მეხსიერება საერთოდ წაშლილია და ლაპარაკია, რომ თუ ჩვენ არჩევანი დაგვიდგება რუსეთსა და თურქეთს შორის, ჩვენ უნდა გავხდეთ თურქეთის მოკავშირეები, ნუ აი ვასალური გაგებით, ხვდებით? თურის მაინც ნატოს წევრი. ანუ მთელი ის ისტორიული რისკები ყველაფერი ნიველირებულია. ნუ ირანის არჩევანი ჯერ არ დგას, იმიტომ რომ ირანი იზოლირებულია დიდი ხანია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არის დამოკიდებულება. ამიტომ როგორ მიგაჩნიათ დარჩენილ 2 წუთში რა ვთქვათ, რომ რა პოტენციალი და შესაძლებლობა გააჩნია აი მენტალობის იმგვარ ცვლილებას, რომ ჩვენ ვირწმუნოთ, რომ გვაქვს იმდენი ძალა, რომ ნავიგაცია ამ ცვალებად პოლიტიკურ რაღაცა ტალღებში შევძლოთ. აი ნახეთ, ჩვენ რამდენიმეჯერ ვიხმარეთ სიტყვა ქვეშ, იმის ქვეშ, ამის ქვეშ და ასე შემდეგ. ეს ხომ პოსტკოლონიალური სინდრომია რა, რომელიც აუცილებლად უნდა დავძლიოთ საკუთარ თავში. მე რომ მკითხო, ხო, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რა ვიცი, ქართველობიდან გამომდინარე, ერთადერთი ვის ქვეშ უნდა ვიყოთ, ეს არის უფალი, ეს არის ღვთისმშობელი, რომელიც წილხუდილ ქვეყანასაც წარმოვადგენთ. მაგრამ დანარჩენებთან მიმართებით უნდა ვიყოთ გვერდით. საქართველოს ყველანაირად, ხო, ყველა სფეროში, აი აქციათა საკონტროლო პაკეტი 51% და მეტი, რა თქმა უნდა, საქართველოს უნდა ეკუთვნოდეს. ამავდროულად ჩვენი პარტნიორების მხრიდან ჩვენ მუდმივ სტრესში არ უნდა ვიმყოფებოდეთ და მუდმივ სამზადისში, რომ ისინი ჩვენთან პარტნიორობით ძირითადად თავის ეკონომიკურ სარგებელს კი არ პოულობენ, იდეოლოგიურად სურთ ჩვენი განადგურება, ჩვენი ქართველობის განადგურება, ჩვენი ეკლესიის განადგურება, რაც მთელ რიგ ცივილიზაციებს უბრალოდ არ აქვთ დღის წესრიგში ამის თქმა მინდოდა. არ აქვს დღის წესრიგში იგივე ჩინეთს ამის გაკეთება დღეს და პარტნიორად ხომ უნდა გამოვადგეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, ზუსტად იმ მონაკვეთზე, რასაც ქვია არადერეფანი, არამედ გძაჯვარედინი, რომელიც აერთიანებს ინდოეთს რუსეთთან, ტოკიოს ლისაბონთან და
და აი ამ სივრცეში ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ არანაირი ასე ვთქვათ, საშიშროება და საფრთხე არ ემუქრებოდეს იმ უკვე ჩადებულ ინვესტიციებს საქართველოში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს აი ამ საერთაშორისო მნიშვნელოვანი პროექტების ამოქმედებას და აქედან ჩვენი სარგებელი, რა თქმა უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა შეიქმნას უამრავი ახალი სამუშაო ადგილი, ჩვენი ეკონომიკური ტემპის ზრდა უნდა მივახციოთ იმ სტაბილურ ორნიშნულს და ყოველ შემთხვევაში ჩვენში ყველა უნდა ხედავდეს იმას, რომ საფრთხეს ამ კუთხით როგორც არაჯანსაღი, არასტაბილური, არასანდო პარტნიორი საქართველოს არავისთვის არ იქნება არასდროს და იმის ქვეშ ვიყოთ თუ ამის ქვეშ ვიყოთ, აი ამ კომპლექსებიდანაც მე მინდა რომ ძალიან სწრაფად გამოვიდეთ. ჩვენ ვთავაზობთ ყველას პარტნიორობას, ვთავაზობთ თამაშის, ასე ვთქვათ, რეალურ წესებს შულერობისაგან და ტრუკებისაგან და პროვოკაციებისგან თავისუფალს, ხომ? იმ პროვოკაციებისგან, რომელმაც 2003-დან 2012 წლამდე უბედურებამდე მიგვიყვანა ოკუპაციამდე, ლამის ანექსიამდე მიგვიყვანა და დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აი ეს მძიმე მემკვიდრეობა დავძლიოთ, ოღონდ არა პროვოკაციების გზით. არა მეტ იმ შემოთავაზებით ჩვენი პარტნიორების მიმართ, ხომ? რომ ჩვენ შეგვიძლიათ გვენდოთ, იმიტომ რომ ჩვენ ის არა ვართ, ის ლიბერალური ფაშიზმზე აგებული სისტემა არა ვართ, რომლისგანაც ყველაფრის, ასე ვთქვათ, მოლოდინი შეგეძლოთ გქონოდათ, უსიამოვნო ხასიათის და ამიტომ მაქვს მაინც უდიდესი ოპტიმიზმი მაქვს იმისა, რომ ის ვის ქვეშაც ვართ რეალურად, უფალი ვახსენე, ღვთისმშობელი ვახსენე და რის გარშემოც უნდა გავერთიანდეთ დედა ეკლესიას გულისხმობ, ხომ? ეს არის უდიდესი იარაღი, რომელიც ქართველებს გაგვაჩნია და ამ იარაღის წინააღმდეგ არის მიმართული სწორედ ეს ძირითადი ბრძოლა. გვებრძვიან, მაგრამ ძალიან რთულია, ძალიან ძნელია მოევიო უფალს, მოევიო ღვთისმშობელს და მოევიო ჩვენი წმინდანების იმ მრავალათასიან, ასობით ათასიან დას, რომელიც ზემოდან ფარველობს საქართველოს. ეს არის ჩემთვის, არ ვიცი, ხვალინდელი დღის პოზიტიურად და ოპტიმისტურად განხილვის ძირითადი საფუძველი. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონო დავით სტუმრობისთვის, აი ამ რაღაც საინტერესო დისკუსიისთვის და ვფიქრობ, რომ მსმენელისთვისაც საინტერესო იყო ეს თემები, რასაც ჩვენ შევეხეთ. დღეს ჩვენი გადაცემა დასრულებულია და ეთერში დავბრუნდებით ორშაბათს, მანამდე გემშვიდობებით დროებით.